სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. დღეს მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენდებათ ალბათ წაგიკითხოთ წმინდა მღვდელმთავრის ლუკა ყირიმელის სიტყვა შვილთა აღზრდის პასუხისგებლობის შესახებ. ამ სიტყვის საკითხვა კიდევ ერთხელ იმიტომ გადავწყვიტე, რომ უყურებთ რა ამ მოვლენებს, ხედავთ სავალალო მდგომარეობას, ჩვენი შვილების რა თქმა უნდა ნაწილის რა დავარქვათ ამას გზიდან აცდენის და ბრაზობთ ამაზე. ბრაზობთ, ან ვიკითხავთ, შეიძლება ხანდახან ამ განრისხების ფონზე შეურაცხყოფასაც ვაყენებთ ამ ახალგაზრდებს. ისე იქცევიან ხანდახან მართლა ძალიან ძნელია რომ თავი შეიკავოთ. მაგრამ ეს მრისხანება რომ გაივლის და დაფიქრდები ადამიანი, ალბათ მერე დასკვნა უნდა გააკეთო რომ ვიზე ბრაზობ. შენი გაზრდილი არ არის? როგორ შეიძლება მშენებელმა საკუთარ აშენებულ კედელზე გაბრაზდეს და იმ კედელს დაუწყოს ლანძღვაგინება? თუ ვინმეა სალანძღვავი, მშენებელია, ხომ სალანძღვავი? რომ ასეთი კედელი ააშენა. დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება და აზრი გამიჩნდა. ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მას შემდგომ რაც ცოტა გონება დამიმშვიდდა, თორე იმ მომენტში, როდესაც ხედავ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია თავის შეკავება და პირველი რეაქცია სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, ალბათ უმეტესობისა არის მრისხანება, ანკითხვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ხანდახან შეურაცხყოფაც კი. თუმცა დავფიქრდეთ, ავწონდავწონოთ და ვთქვათ, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ამაზე პასუხისმგებელი ვართ ჩვენ. თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ყურადღება არ მივაქციეთ ჩვენი შვილების აღზრდას. ვინც ყურადღება არ მივაქციეთ თუ რა მსოფლმხედველობით იზრდებოდნენ ჩვენი შვილები ჩვენსავე სკოლებში. თუ ვისებარა მათი აღზრდა. მიუხედავად ეკლესიის არაერთი შეგონებისა, მაინც სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უკვე 30 წლეულის განმავლობაში საქართველოს განათლების სისტემას ეძინა და ჩვენი შვილები მიბარებული იყვნენ პირდაპირ ესე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის მტრებზე და უნერგავდნენ მათ იმ მსოფლმხედველობას, რა მსოფლმხედველობაც ეხლა მათ აქვს. და ეს მსოფლმხედველობა ერთ-ერთში ლენინის და მარქსის და ენგელსის მსოფლმხედველობაა, მეტი არაფერი. არა მარტო ჩვენთან, ოღონდ იგივე ხდება თითქმის მთელ მსოფლიოში. იგივე ხდება თითქმის მთელ მსოფლიოში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. და მოდით აი მოусმინოთ წმინდა ლუკას თუ რას ფიქრობს ის, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის აღზრდა. თქვენი შვილების გამო ღვთის წინაშე პასუხს აგებთ. ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხოთ ერთი მცირეთა ამათაგან, მათე სახარებ. გახსოვთ მაცხოვრის ეს სიტყვები. იფიქრიათ, რომ ისინი უშუალოდ თქვენ გეხებათ. განა ცოტანი გყავთ მცირეთა ამათგან, რომელთა მიხედვითაც გევალებათ, რომელთა მიხედვაც გევალებათ. ცოტა გყავთ ვაჟიშვილები და ქალიშვილები, რომელთა გამოც მწარეც რემზღვრით. განა ცოტა გყავს უზნეო ქალიშვილები, ქურდი და ბოროტმოქმედი ვაჟები. თქვენ ბევრს რემზღვრით მათგან. რატომ? იმიტომ რომ არ გახსოვთ ქრისტეს სიტყვები. ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხოთ ერთი მცირეთა ამათგან. როცა თქვენ შვილთან ამოქმედარს მძიმედ განიცდით, თქვენ ტირით, ღმერთს თხოვთ, რომ გიშველოთ. მაგრამ თქვენი ლოცვა უშედეგოა.
რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება ღმერთს ჩვენი მოვალეობები დავაკისროთ. თქვენ თავად უნდა გეზრუნათ შვილებზე. ისინი აღგეზარდათ და არ უნდა გეფიქრათ, რომ თქვენი დაუდევრობის შედეგს ღმერთი გამოასწორებთ. თუ თქვენი მსახური უმაქნისია და საქმის გაკეთებას თქვენგან ელის, განამის ნაცვლად იმუშავებთ. თუ თავად არ ზრუნავთ შვილებზე, ღვთისგან რაღაც ითხოვთ. ივანე ოქროპირმა საშინელი სიტყვები თქვა მათზე, რომლებიც საკუთარ შვილებს სათანადო აღზრდას არ აძლევენ. ის მშობლები, რომლებიც შვილებს ქრისტიანულად არ ზრდიან, შვილის მკვლელებზე უფრო ცოდვილები არიან. რადგანაც შვილის მკვლელები ხორცს სულისაგან განაშორებენ, ხოლო ესენი სულსა და სხეულს ცეცხლის გეენიაში აგდებენ. ყველა ვინ შვილის აღზრდაზე არ ზრუნავს, ღვთის წინაშე პასუხს საშინლად აგებს. ბიბლიაში პირველ მეფეთა წიგნში მოთხრობილია მღვდელ ელიზე, რომელიც 50 წლის მანძილზე ებრაელი ერის მსაჯული იყო. მას ემსახურებოდა წმინდა წინასწარმეტყველი სამუელი. ის მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილი გახლდათ. ერთხელაც სიზმარში ამ წმინდა ყმაწვილს უფალმა უბრძანა, მღვდლისთვის ემცნო, რომ მას ღვთისგან საშინელი სასჯელი ელოდა, რადგანაც შვილების მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენდა. მისი შვილები კი ძველი აღთქმის მღვდელმსახურნი იყვნენ და თავიანთი უღირსი ქცევით ხალხს აღაშფოთებდნენ, ღვთისაგან განაშორებდნენ. უგვანები იყვნენ ელის ვაჟები, არც უფალი იცოდნენ და არც მღვდლობის მოვალეობა ხალხის წინაშე. როცა კი ვინმე საკლავს დაკლავდა, მოვიდოდა ხორცის ხარშვისას ახალგაზრდა მღვდელი სამკაპით ხელში, ჩაკრავდა ავაზანში, ან ქვაბში, ან კოჭობში, ან კარდალში და ყველაფერი, რაც სამკალს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა. ასე ექცეოდნენ მთელს ისრაელს, სილუამში მიმსვლელს. ქონის დაწვამდეც მოდიოდა ახალგაზრდა მღვდელი და ეუბნებოდა საკლავის პატრონს, მიეცი მღვდელს შესაწირავი ხორცი, მოხარშულს არ გამოგართმევს, უმი მიეცი. თუ ეტყოდა ვინმე ქონს დავწვა და მერე წაიღე, რაც გენებოსო, მიუგებ და არა, ახლა მომეცი, თორემ წაგართმევ. ძალზე დიდი იყო ახალგაზრდა მღვდლების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან ბილწავდა ეს ხალხი საუფლო წვენს. ამ უმსგავსო საქციელის გამო ღმერთმა მარტო ისინი კი არა, ელიც დასაჯა. ფილისტიმელების შემოსევისას სასტიკი ბრძოლის დროს 98 წლის მოხუცი ტაძართან იჯდა და ახალ ამბებს ელოდა. მასთან აღელვებულმა მტვერში ამოგვანგლულმა მაცნემ მირბინა და უთხრა, უკუ იქცა ისრაელი ფილისტიმელებს, სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟით სოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანით წაღებულია. ელიმეს რომ გაიგო, საკარცხულიდან უკან კარისკენ გადავარდა, ხერხემალი გადაუტყდა და გარდაიცვალა. უფალმა კი ამცნო, რომ სასჯელი მთელ მის გვარს არ ასწდებოდა. ხედავთ რა საშინელებაა, ელის მთელი მოდგმა დაისაჯა იმის გამო, რომ მან თავისი ვაჟები მძიმე ცოდვებისაგან ვერ დაიცვა. ასე დაემართებათ მათაც, ვინც შვილის აღზრდაზე არ ზრუნავს, ხოლო ვისაც მთელი გულით სურს, რომ შვილები კეთილად აღზარდოს, მათთვის ყოველ ცისკარზე 102 ფსალმუნის შემდეგ სიტყვებს ვისმენ. ხოლო წყალობა უფლისაი საუკუნიდან ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა და სიმართლე მისი შვილით იშვილადმდე, რომელთა დაიმარხიან აღთქუმა იმისი და მოიხსენიან მცნებან იმისი და ხვნიან იგით. დაფიქრდით, რამხელა პასუხისმგებლობა გაქვთ ღვთის წინაშე, თუ ბავშვებს ქრისტიანულ ზნეობას არ აჩვენთ. გითხარით, თუ თქვენი ქალიშვილი უწესოდ იცხოვრებს, შემდეგ გათხოვდება და შვილებს გააჩენს, იქნება კი მის ოჯახზე ღვთის კურთხევა. არა, ამით კი უსჯულო მოდგმა გამრავლდება. მუდამ იქნება ღვთის წყალობა მათზე, ვინ შვილებს ზნეობრივად აღზრდის. როგორ უნდა აღზარდოთ ისინი? ისევე, როგორც პირველი ქრისტიანები ზრდიდნენ. ისინი შვილებს ბავშვობიდანვე ლოცვას, მარხვას, ეკლესიას აჩვევდნენ. როგორც კი წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ბიბლიის შესწავლასაც აწყებინებდნენ. ქრისტიანები ბავშვებს ნებას არ თავდნენ, საზრდელი ლოცვის გარეშე მიეღოთ. ისინი ბავშვებს უნერგავდნენ, რომ მათი ყოველი საქმე პირჯვრის წერითა და ლოცვით უნდა დაწყებულიყო.
ისინი ბავშვების მხოლოდ ზოგად განათლებაზე კი არ ზრუნავდნენ, მათ მარტო წარმართულ სიბრძნეს, ფილოსოფიას, მუსიკას, ხელოვნებას კი არ ასწავლიდნენ, არამედ შვილებს სხვაგვარ განათლებას აძლევდნენ. ბავშვებს უნდა სცოდნოდათ, რომ უბედურია ის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, მაგრამ ღმერთს არ იცნობს. ბედნიერია ის, ვინც იცნობს ღმერთს, თუნდაც სხვა არაფერი არ იცოდეს. მივიფიქრებთ, რომ ვინმე გიკრძალავთ, შვილებს სხვადასხვა მეცნიერება შეასწავლეთ. არავითარ შემთხვევაში. ჩვენი დიდი მამები ეკლესიის მოძღვრები სამეცნიერო სიბრძნეს, საერო ფილოსოფიას ახალგაზრდობიდანვე გულმოდგინეს სწავლობდნენ. ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი თავიანთი დროის უგანათლებულესი პიროვნებები იყვნენ. თქვენი შვილებიც განათლებულები უნდა იყვნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათი განათლება მხოლოდ ამ სოფლის სიბრძნით არ შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია, რომ ამის პარალელურად მოზარდებმა უმაღლესი ჭეშმარიტება შეიმეცნონ. საღვთოს ჯული და ქრისტეს მცნებები ისწავლონ. მაღალზნეობრივ ცხოვრებას მიეჩვიონ. თან მეცნიერებები შეისწავლონ და თან ღმერთი მისი მცნებები, ქრისტეს გზა ახსოვდეთ. ისინი მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაიბნევიან. ადამიანური სიბრძნე მათ თავგზას ვერ აუბნევს. ყმაწვილები ყველაზე მაღლა ღვთის შემეცნებას, ქრისტიანულ სიბრძნეს დააყენებენ. შვილებს ასე უნდა ასწავლოთ. მაგრამ როგორ უნდა აღზარდოთ ისინი ქრისტიანული უმაღლესი ზნეობა, როგორ ჩაუნერგოთ? უპირველესად მათ პირადი მაგალითი უჩვენოთ. ბავშვები მშობლების მაგალითით იზრდებიან. სიტყვიერი დარიგება, მთელი პედაგოგიური ხელოვნება არაფერია იმ მაგალითის კვალობაზე, რასაც თქვენ ბავშვებს აძლევთ. თუ თქვენ უღირსი, უზნეო ადამიანები ხართ, თქვენი შვილები რაღა იქნებიან. თუ თავად მრუშობთ, გოგონები თქვენგან რას ისწავლიან? თუ ბავშვობიდანვე პატიოსნებას არ ასწავლით, თქვენი შვილები განა წესიერად იცხოვრებენ? იქნებ ბოროტმოქმედნიც გამოვიდნენ. ხშირად ბიჭები სხვის ბოსტანს აცარიელებენ, ბაღში ხილს ნაყოფის დამწიფებას არ აცდიან, იპარავენ. ამაზე დედები, როგორც წესი, მომჩივან მეზობელს ასე პასუხობენ: ჯერ პატარა ბავშვები არიან, რა მოეკითხებათ? ასეთ მშობლებს ღმერთი მოჰკითხავს მკაცრად, რატომ აძლევდა საკუთარ შვილს პატარაობიდანვე ქურდობის უფლებას? რატომ არ ასწავლიდა ღვთის მცნებებს? რისთვის არ ჩაუნერგა ქურდობისა და ბოროტმოქმედების სიძულვი? თქვენ ღვთის წინაშე პასუხს აგებთ ყველა იმ საცდურის გამო, რომლებსაც ბავშვები თქვენში ხედავენ, იმ ჩხუბის, უთანხმოებების გამო, რომელნიც მათ თვალწინ ხდება. თუ თავად ასე იქცევით, შვილებს რაღაც ასწავლეთ. ჩვენი დიდი მოძღვარი, დიდი მქადაგებელი იოანე ოქროპირი ასე ამბობს: იმ მშობლების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს სიკეთეს არ ასწავლიან, მათში უარყოფით თვისებებს, ღნებებს და უზნეობას ავითარებენ. თქვენ ხომ თითქოს გამიზნულად ცდილობთ შვილების დაღუპვას. მათ იმას აკეთებინებთ, რაც არ შეიძლება. ვაი თქვენ და ნათქვამია, რომელნი იცინით. თქვენ კი ბავშვებს უჯერო სიცილისთვის საბაბს აძლევთ. ვაი თქვენ და მდიდარნო, ამბობს ლუკას სახარებაში მაცხოვარი. თქვენ მხოლოდ იმას ცდილობთ, რომ ისინი გამდიდრდნენ. ვაი თქვენ და რაჟამს კეთილსა გეტყოდენ თქვენ კაცნი. თქვენ კი ადამიანური დიდების გამო ხშირად მთელ ქონებას ხარჯავთ, რომელი განურისხნეს ძმასათვისა ცუდად თანამდებარს სასჯელისა. თქვენ კი სუსტ და მხდალ ადამიანებად მიგაჩნიათ ისინი, რომლებიც წყენას მდუმარედ ითმენ. ქრისტე ბრძანებს, რომ ჩხუბს მოვერიდოთ, სხვებს ანგარიში არ უნდა გავუსწოროთ. თქვენ ბავშვებს სწორედ ამას ასწავლეთ. უფალი ბრძანებს, რომელსა უყვარდეს სულითვისი, წარიწმინდოს იგი, და რომელსაც ზულდეს სულითვისი, ამას სოფელსა ცხოვრებად საუკუნო დაიმარხოს იგი. თქვენ კი შვილებში სწორედ ამ სიყვარულს აღვივებთ. უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეწოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეწოდებანი თქვენი, გვასწავლის უფალი. თქვენ კი ბავშვებს აკეზებთ, რომ თუ ვინმე აწყენინებთ, სამაგიერო გადაუხადოთ. მაცხოვარი ამბობს: ეკრძალენი თქვენი საქმესა თქვენსა, რაითა არ ახყოთ წინაშე კაცთა სახვილოდად მათ. უკვე თუ არა, სასყიდელი არა გაქონდეს. თქვენ კი ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ თქვენი შვილები პოპულარულები გახდნენ. ცუდი მარტო ის კი არ არის, რომ თქვენ ასწავლით იმას, რაც ქრისტეს მცნებებს ეწინააღმდეგება,
არამედ ისიც საშინელებაა, რომ გმობთ იმას, რაც სინამდვილეში კარგია. მორიდებულობას, გაუნათლებობას უწოდებ, სიმშვიდეს სიმხდალეს, სამართლიანობას სისუსტეს, თავმდაბლობას მონობას, უბოროტობას უძლურებას. თქვენ მათ სულის წარწმედელი საქმეებისკენ უბიძგებთ. შვილების სულს არაფრად აგდებთ, რაც ზედმეტია, იმაზე ისე ზრუნავთ, თითქოს ყველაზე მთავარი იყოს. თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს ვაჟს მოსამსახურე, კარგი ცხენი ჰყავდეს, საუკეთესო ტანსაცმელი ჰქონდეს. მის სიკარგეზე ფიქრით კი თავს არ იწუხებთ. ზრუნავთ ნივთებზე, სულს კი ოდნავ ყურადღებას არ უთმობთ. ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ სახლში საუცხოო ქანდაკება გედგათ, მოოქროვებული სახურავი გქონდეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ყველაზე ძვირფასი რამ სული ოქროსი გქონდეთ, ამაზე ფიქრიც კი არ გსურთ. ასე ამბობდა იოანე ოქროპილი ძველ დროს, მაგრამ კარგია თუ ამ სიტყვებს დღეს ყურად ვიღებთ, რადგან განა ახლაც ისევე ცუდად არ ზრდიან შვილებს, როგორც მაშინ. განა ახლაც არ ზრუნავთ, რომ ცხოვრებაში მათ საუკეთესო ადგილი დაიმკვიდრონ, ამა ქვეყნის ძლიერთა შორის. განა მათ არ ჩააგონებთ, რომ ძალა ფულშია, რომ დიდი განათლება უნდა მიიღო, რათა გამდიდრდე და უზრუნველი ცხოვრება გქონდეს. განა საჭიროა ეს ყველაფერი. ყველაფერი პირიქითაა საჭირო. ბავშვებს უნდა ჩაუნერგოთ, რომ ფულს, სიმდიდრეს, დიდებას, მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას არ მიეჯაჭვონ. თავარია მათ სიწმინდის სიყვარული გაუღვივოთ, ღვთისმოყვარენი გავზარდოთ. ამაზე კი თქვენ ყველაზე ნაკლებად ზრუნავთ. ბავშვების აღზრდაზე თავიდანვე უნდა ვიზრუნოთ. ყრმობის ასაკში ისინი უფრო დამჯერენი არიან. მათი სული ცვილივით რბილია. მასზე ყველაფერი აღიბეჭდება. თქვენი ცუდი თუ კარგი მაგალითები, კეთილი სიტყვები. ძველი ქრისტიანები შვილებს პატარაობიდანვე ლოცვასა და საღმრთო წერილის კითხვას აჩვევდნენ. ახლა კი რა დროს ფსალმუნების კითხვააო ამბობენ. ეს ხომ ბერებისა და მოხუცების საქმეა. ბავშვებს კი მხიარულება და გართობა სჭირდებათ. აღარ გახსოვთ, რას ამბობდა ტიხონ ზადონელი. ახლად დარგულ ხეს, საითაც გადახრი, იქით გაიზრდება. ახალ ჭურჭელს იმის სუნი აუა, რასაც მასში ჩავასხავთ. თუ მყრალი სითხით ავავსებთ, აყროლდება. თუ სურნელოვანით, მაშინ სუნით შესაბამისი ექნება. ასე რომ, თუ ბავშვის სულს ცუდი საკვებით ვასაზრდოებთ, სიმყრალით აღივსება. თუ ქრისტეს კეთილ სურნელებით ავავსებთ, მაშინ თქვენი შვილები ადამიანებსაც მის კეთილ სურნელებას აგრძნობინებენ და თქვენი სიხარულიდან უგეში იქნებიან. ბავშვები, თქვენი მაგალითით აღზარდეთ. ამის შესახებ შესანიშნავად ბრძანა უბადლო მქადაგებელმა ხარკოველმა მთავარეპისკოპოსმა ამბროსი. როცა ოჯახის არც ერთი წევრი დილისა და საღამოს ლოცვას არ გამოტოვებს, როცა მამა სახლიდან არ გავა, სანამ ხატის წინ არ ილოცებს, დედა საქმეს არ შეუდგება, სანამ ჯვარს არ გადასახავს და ბავშვებს საჭმელს არ აჭმევენ, სანამ პირჯვარს არ გადაიწერს, ამით ბავშვებს განა იმას არ აჩვევენ, რომ ყველაფერში ღმერთს დახმარება, კურთხევას თხოვა. განა იმის რწმენას არ უნერგავენ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ამ ცხოვრებაში უსაფრთხოდ ვერ იქნებიან და ღვთის კურთხევის გარეშე საქმეებს ვერ ააწყობენ. ბავშვებისთვის მშობლების რწმენა უკვალოდ ვერ ჩაივლის. მშობლებს როცა უჭირთ ამბობენ, რა ვქნათ, ღვთის ნება იყოსო. როცა საფრთხე ემუქრებათ, იტყვიან ღმერთი მოწყალიაო. როდესაც გამოუვალი მდგომარეობაა, ღმერთი გვიშველისო. თუ უხარიათ, მადლობა ღმერთს, ღმერთმა მოგცაო. ამით ისინი ღვთის სიკეთეს, განგებასა და სამართლიანობას აღიარებენ. დედა, რომელიც ბავშვისთვის სიყვარულისა და სინაზის მაგალითს წარმოადგენს, ხატის წინ მოკრძალებით დგას და ლოცულობს. ბავშვი მას უყურებს და იმის ახსნა სულაც არ სჭირდება. ეს რას ნიშნავს? ეს ღვთის შემეცნების პირველი უსიტყვო მაგალითია. თქვენ შვილებს ყველაფერში ასეთი მაგალითები უნდა მისცეთ. რაც ცუდია, ბავშვს უნდა მოარიდოთ. გოგონები ცუდ ვნების აღძვრელ რომანებს არ უნდა კითხულობდნენ. საკითხავი ლიტერატურა უნდა შეურჩიოთ. არაფრის მომცემ სანახაობებს მოვარიდოთ. ნება არ უნდა მივცეთ, რომ მუდამ ერთობოდნენ. სულ გარე-გარე დარბოდნენ. წყნარ ცხოვრებას უნდა მიეჩვიო.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვი დაუსჯელად არ იზრდება. დიდ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს ელოლიავებიან, ყველაფერს პატიობენ. სოლომონ ბრძენი სწორედ ასეთებზე ამბობს: გაანებივრე შვილი და შეგაშინებს. ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი კი აი რას ბრძანებს: ის ყმაწვილები, რომელთაც მშობლები სათანადო აღზრდას არ აძლევენ, დასრულ ასაკში თავაშვებულ ცხენებს გვანან. ამიტომაც ქრისტიანო, გიყვარდე შენი შვილები და დასაჯე ისინი. სანამ პატარები არიან, სჯობს მათ ეთკინოთ, ვიდრე მათ გამო გული შენ გეთკინოს. დაიმათ იტირონ, ვიდრე მათ გამო შენ იტირო. ამგვარად ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ბავშვები ზომიერად უნდა დავსაჯოთ. დაუშვებელია, რომ ბავშვს გაღიზიანებულები და გაბოროტებულები სიძულვილით მოვექცეთ. შვილები წყნარად, სიყვარულით უნდა დავსაჯოთ. როცა ბავშვები სიყვარულს იგრძნობენ, იმასაც მიხვდებიან, რომ სამართლიანად დაისაჯნენ. ეს სასჯელით მათ წაადგებათ და შეეცდებიან ცუდად აღარ მოიქცნენ. შვილების ამგვარ დასჯაზე ბევრი თქვენგანი არ ფიქრობს და ხშირად მათ დაუსჯელად ტოვებთ. არა მარტო მცირე დანაშაულის გამო, არამედ მძიმე ცოდვების, ქურდობის, ხულიგნობის, უწესო ცხოვრების გამოც. ხედავთ რაოდენ დიდი ამოცანა დგას თქვენს წინაშე. ხედავთ დედას რა წმინდა მოვალეობები აკისრია. დედისთვის ღვთის წინაშე ამაზე დიდი მოვალეობა, დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს, ვიდრე შვილების კეთილად აღზრდა. თუ შვილების აღზრდას უგულისხმურად მოეკიდებით, ღვთის წინაშე პასუხს აგებთ. ღვთის რისხვა მთელ შთამომავლობაზე გადავა, რომ აღარებერი ვთქვათ იმაზე, რომ უზნეო შვილების შემხედვარე აქაც დაიტანჯებით და იტირებთ. ასე რომ ეკრძალენით ნუ უკვე ვინმე შეურაცხოთ ერთი მცირეთა ამათგანი. მათზე ყოველთვის იზრუნეთ. წესიერები ღვთისმოსაობის ნათელი მაგალითი მიეცით და უფლის კურთხევა არ მოვაკლდებათ. თქვენ და თქვენ შვილებს უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეგვეციოს წმინდა მღვდელმთავარი ლუკა. საოცარი სიტყვა მართლაც, ფიქრობ არაფრის ამას არც განმარტება ჭირდება, არც დამატება. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩვენზე ლაპარაკობს. აი თავიდან ბოლომდე თანამედროვე მშობლებზე ლაპარაკობს. არა მარტო ის, არამედ მეხუთე საუკუნის წმინდა მამა იოანე ოქროპირი. მის სიტყვებსაც აი რო ვკითხულობდი, პირდაპირ ერთ-ერთი ჩვენზე ლაპარაკობს. უბრალოდ დღეს ჩვენ კიდევ უფრო ესე ვთქვათ, უფრო მეც მივახციეთ ჭყალებში, უდარდელობაში და უზრუნველობაში, სამწუხაროდ. და შედეგიც აგერ ჩვენს თვალწინ არის. მერთმა მოგცეს ძალა და სიბრძნე, რომ გამოვასწოროთ ის, რისი გამოსწორებაც შეგვიძლია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. განძღვა გინება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ეს ყველა შეუძლია. ამაზე იოლი არაფერი არ არის. და რაც მთავარია, ეს არაფერი შედეგის მომტანი არ არის, გარდა ნგრევისა. არაფერ შედეგს არ მოგვიტანს გარდა ნგრევისა. ჩვენ და რაც მთავარია, ეს ხალხი კი არ მალავდა ამას. პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მიზანი არც თქვენ ხართ და არც თქვენი შვილებიო. აი თქვენი შვილები არის ჩვენი მიზანი. აი ნახეთ საიდან მათ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ღვთის მტრეს პირდაპირ შეიძლება ესე ვთქვა. იმ ადამიანებს, ვინც ამბოხებულები არიან ქრისტეს წინააღმდეგ და იმ წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც ქრისტე მოიტანა ამ ქვეყანაზე კაცობრიობის საცხოვნებლად, მათ ჩვენზე უკეთ გაიაზრეს ის, რომ თუ გინდა ესე ვთქვათ, გადააგვარო ერი, მაშინ უნდა დაიწყო მათი შვილებიდან, პატარებიდან. ეს ჩვენზე კარგად გაიგეს. ნახეთ რა კარგად ამბობს ტიხონ ზადონელის სიტყვები მოგვიყვანა წმინდა ლუკამ, რომ პატარა ახალდარგულ ხეს, სადაც გადახრი, იქით წავა. აი მათ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ დაგვასწრეს და სხვა მხარეს გადახარეს აი ეს ჩვენი შვილების ხე. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე და ყველაზე დიდი ყურადღება ჩვენი შვილების აღზრდას დაუთმოთ. ყველაზე დიდი ყურადღება. სამწუხაროდ აი კვლევებსაც რო ჩაატარებენ ხოლმე პირველ ადგილზე
ეს დგას მეორე ადგილზე, ეს დგას და მე მგონი პირველ ათეულშიც არ არის განათლება საერთოდ. მე მგონი არ ვიცი ახლა ზუსტად ამას ვერ დავდებ თავს, მაგრამ თუ სწორად მახსოვს, პირველ ათეულშიც არ არის გამოკითხვა, რო ტარდება პრობლემები, რა გვაქვს ჩვენ. ეკონომიკურ პრობლემას პირველ ადგილზე თუ არა მეორე ადგილზე ყველა ახსენებს. დღესაც კი კვლევები რო არის ამას ამბობენ. რა გვაკლია, არაფერი ჩვენ არ გვაკლია, ყველაფერი გვაქვს. მაგრამ ის რაც ნამდვილად გვაკლია, აი ამას არავინ არ ახსენებს. და მე გვიკვირს. მე შევხედავ და გვიკვირს, რატო ეს ჩვენი შვილი ესეთი გაუნათლები. არ ვიცი, იცი თუ არა, მე არაერთხელ მithქვამს, მაგრამ შეიძლება ვინმე არ იყო არ მოусმენია. ჩვენი შვილების სულიერ აღზრდაზე აღარ ვლაპარაკობ ხა. ის საბუნების მეტყველო განათლება დავარქვათ თუ რა. ჩვენი მე-12 კლასელი ბავშვი არ ეწყინოთ ახლა მე-12 კლასელებს, მაგრამ არის მე-7 მე-8 კლასელი ბავშვის დონეზე. მისი განათლება არის მე-7 მე-8 კლასის დონეზე. და ქვეყანაში გამოკითხვა რო ტარდება, ხალხს ეს არ აწუხებს. რატო? იმიტომ რომ გადაეგო ხალხი რა ვჭამო და რა ვსვათ. ამაზე ვარ გადაგებული, რა გვაცვია, როგორ გამოვიყურებით, რომელი ფირმის ბოტასი ან ტუფლი გვაცვია, კოსტუმი როგორი გვაცვია, ამაზე ვარ გადასული მთლიანად და შვილები მიგდებული ყავს და ჩვენ კი მიგდებული ყავს, მაგრამ აი სადაც მიგდებული ყავს, იქ სხვები არიან. იქ სხვები არიან და სხვა რაღაც იდეებს უნერგავენ. იმ იდეებს უნერგავენ, რომლებსაც ეხლა უკვე აჟღერებენ. ხედავთ? აჟღერებენ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაანადგურონ მათ გზაზე. ოღონდ თუ საკითხარ მიზანს მიაღწიონ. ეს გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, არაერთხელ გამოიარა. და კიდე იქითკენ ხო არ წავალთ. 100 წლის მერე თქვათ, ხო არ უნდა გამეორდეს 37 წელი, ხო? აი ზუსტად 100 წელია გასული, ხო? თუ არ მეშლება, ხა ზუსტ ციფრებს ვერ ვიტყვი, მაგრამ დაახლოებით ესე იყო რა, აი 1921, ნუ 20-იანი წლებისთვის დასაწყისში საქართველოში იყო დაახლოებით 1500 სასულიერო პირი. მე მგონი 33 თუ რომელიღაცა წლის აღწერა რო არის ჩატარებული, დარჩენილი იყო 10 თუ 14 მღვდელი. დიდი უმრავლესობა დახვრიტეს. ზოგიერთი გადაასახლეს და ასე შემდეგ. იგივე მოხდა ეკლესიებიც. იგივე მოხდა ეკლესიებშიც. 1000-ზე მეტი ეკლესია იყო და 2000 ეკლესიაც აღარ იყო დარჩენილი, სულ დაანგრიეს. სულ პირწმინდად გაანადგურეს. მე რა გონიათ, სხვანაირი ახალგაზრდები იყვნენ? უღმერთო მებრძოლთა კავშირიო თუ. გონიათ მებრძოლ უღმერთოთა კავშირი. მებრძოლ უღმერთოთა კავშირი. სხვანაირი ახალგაზრდები გონიათ იყვნენ? ჩვენსგან განსხვავებული მშობლები ყავდათ გონიათ? თუ ეს ამარო თქვა ისაო, შვილი დედას უნდა ეუბნებოდეს, ცხენია შენი გაზრდილი რო ვარო. ახლად გამოჩეკილი პავლიკა მაროზოვი. სხვანაირი გონიათ იყო, ზუსტად ესეთები იყო. ზუსტად ესეთები იყვნენ. იგივე მეორდება ახლა. ამიტომაც უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. იმიტომ ჩვენმა უწმინდესმა გონივრულად მიხვდა ეს და დაგვავალა ყველას, რომ ლოცვები გავაძლიეროთ და ღმერთს ვევედროთ. თუმცა აი ლუკა ყირიმელის სიტყვებს გაგახსენებთ. ჩვენს გასაკეთებელი გააკეთეო, მაგას რო ვეხვეწებით, იმას ღმერთი არ შეისმის. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. აი რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ, ხო, აი დღეს მეორე სახარება შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისა მიერ. აი ჩვენ რასაც ვერ შევძლებთ, იმას უკვე ღმერთი დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ შეცდომებზე ვისწავლოთ და ყველაზე მეტი ყურადღება ჩვენი შვილების აღზრდას დავუთმოთ. ოღონდ აღზრდას ისე როგორც ეს აი დღეს მოვისმინეთ და არა ისე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას. რა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ გითხრა?
რომელი ჩვენთაგანი ვასწავლით ჩვენ შვილს, რომ შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ მოითმიო. აი რომელი ჩვენთაგანი ვასწავლით. შეიძლება ქრისტიანული სინდისით ხილებულნი არ ვეუბნებით, რომ თავპირი დაუმტრიო, მაგრამ ვერც იმას ვერ ვეუბნებით ხოლმე, აი მღვდელი ვარ და ხა შეგწყვება კაც, ვერც იმას ვერ ეუბნები, რომ აი შვილო შეურაცხყოფა მოგაყენე, თავი დახარე და წამოდი. ვერ ეუბნები, აი იმდენად არეული გვაქვს კომპასი. დებილად არ ჩამთვალ, რომელიც ჩვენთაგანი არ ვამბობთ. შვილო არ დაუთმო, თორე დებილად ჩაქვთვლიან ყველა გადაგივლის. არ ვეუბნებით, ამას შვილებს ვეუბნებით. რომელიმე ჩვენთაგანი ვეუბნებით, რომ შვილო, თავარია შენ ღვთის წინაშე იყო მართალი, დაიმდაბლე თავი. აი პაისიათონელის მაგალითს გაგახსენებთ, ხო? სახში რომ შეირბინა, პატარა ყოფილა თვითონ ყვება ამას და ბავშვებმა თურმე რაღაც ბურთი არ ათამაშეს თუ რაღაცა რა. შევიდა დედასთან, გაბრაზებული ბავშვი, ხა ნაწყენი ბავშვი. აი ბავშვებმა ბურთი არ ათამაშეს. ჩვენ რას ვეტყოდით? ოხ შვილო, მაგათი ახლა წავყვებოდით, გავლანძღავდით იმ ბავშვებს, რას ქვია არ ათამაშებ ჩემ შვილს, ათამაშეთ ახლა. ნახეთ პაისიათონელის დედამ რა უთხრა შვილს, რომ შვილო, ბურთი ხო გაქვს სახში უკაცო. აქ ითამაშეო, იქ რა გინდა, უნდა თავი წარმოაჩინო, რომ მაგარი ხარო? ეგ ხო ამპარტავნება არისო, ეგრე არ შეიძლება. ნახეთ, ის ბავშვები მე არ ვიცი როგორ გაიზარდნენ დანარჩენები, მაგრამ პაისიათონელის სახელით დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც უდიდესი მოღვაწის. ესე იზრდებიან ქრისტიანები. ესე იზრდებიან ქრისტიანები. სხვანაირად არა და ჩვენ სამწუხაროდ ესე არ ვზრდით. უნდა ვაღიაროთ ეს, ძალიან ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ამით დავასრულოთ. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ იმ მორალით გავზარდოთ, იმ ცნებებით გავზარდოთ ჩვენი შვილები, რომელიც სახარებაში ჩვენმა მაცხოვარმა ვასწავლოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გავხდით.